რაც ხდება ეს ჩვენი დაკამრე ჩვენი ეს დაფიქსირებული მომენტები არ დაწყებულა იმ დროს, როდესაც ჩვენ დავდექით და ხმა მოვიღეთ და ქუჩაში გამოვედით. ეს იქიდან დაიწყო, როდესაც ეს ადამიანი მოვიდა საერთოდ მოევლინა და დაჯდა ამ თეატრში. იქიდან მოყოლებული ამ თეატრში პერმანენტულად ხდება ხელფასების დაგვიანება, ხელფასების გაცემის დაგვიანება და ხშირად არ გაცემა საერთოდ ხელფასების. ეს ყოველთვის ესე ხდებოდა. ჩვენ ვაკვირდებოდით გარემოვლენებს, რა ხდებოდა სხვა თეატრებში, ჩვენი მეგობრები არიან იქ და იქაურ ცხოვრებაში არასოდეს არ ვთქვათ მსგავსი უბედურებო ეს აწოდავებო ეს რა გჭირდა ესეთი ტექსტები გვესმოდა გარშემო ყველას გაგიხრათ მე მაქვს ყველაფრის უფლება და თქვენ არაფრის უფლება არ ასე მოგმართავდა აი ესე არ მოგმართავდა მაგრამ ეს ჩანდა ყოველ მის ქმედებაში გამარჯვებასაც რო ამბობდა იქიდანაც გამომდინარე ეს უკვე ჩანდა და ნათელი იყო იმისათვის მე თქვენი არ მეშინია ვერავინ ვერაფერს ვერ მისამს მე მიშა ზეაკაშვილის ბებიის გაზეთი არის ის რომ მოგცეს ჩვენი კუთვნილი ხელფასები რაც აქვს მას მოსაცემი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომელზეც მან განაცხადა რომ თურმე გათავდა რესურსი თანხების ამ მოთხოვნით ჩვენ მივმართეთ კულტურის სამინისტროს რომ გამოგვერკვია თუ სად არის ჩვენი ხელფასები რომელიც ამ კაცს არ აქვს ჩვენთვის მოცემული ბატონმა მიშამავასთან დაკავშირებით განაცხადა რომ ეს აღარ არის თანხა უკვე და ჩვენ რა თქმა უნდა ნუ შემეპარება იმიტომ რომ მე ვიცი რომ არც ერთ თეატრში დაგვიანებით არ იღებს ჩემი კოლეგა ხელფასს და აქედან გამომდინარე მე მაგ იმის მოთხოვნის უფლება მე მგონი როდესაც ვარ შტატიანი მსახიობი რომ მოვითხოვო და გავარკვიო თუ სად წავიდა ჩემი კუთვნილი თანხა რომელიც ჩემთან უნდა მოსულიყო და არ მოვიდა